ჩვენი ევროპული ვოიაჟის პარტნიორია Air-Zena Georgian Airways. მე მივხვდი, რომ ქართველი კაცი ბასკეთში ამსტერდამის გავლით უნდა წახვიდე. ეს ხუმრობით, თუმცა რაღა ხუმრობით მართლა ასე დაუგეგმეთ ჩვენი ტური, ვინაიდან პირდაპირ რეისები არ არის ესპანეთის მიმართულებით. სტამბულში გადაჯდომას ვარჩიეთ, რომ ერთი დღე გავჩერებულიყავით ამ ზღაპრულ ქალაქში და შემდეგ გაგვეგრძელებინა გზა ესპანეთის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ ყველა საერთაშორისო პირდაპირ რეისზე 15 აპრილამდე მოქმედებს 30%-იანი დისკაუნტი, ასე რომ ნუ გამოტოვებთ ამ შესაძლებლობას, რაჯობია გაზაფხულზე მოგზაურობას და შეგიძლიათ იაფად პირდაპირ რეისით გაფრინდეთ როგორც ევროპის, ასევე სხვა მიმართულებებით. გარდა ამისა, Georgian Airways-ი აპრილიდან გვთავაზობს 3 ახალ მიმართულებას. ესენია სანქტ-პეტერბურგი, ვლადიკავკაზი და სამარა. Bilbaos გარეუბანი პორტუგალეტე. უფრო სწორედ ადგილი, სადაც ერთდება პორტუგალეტე და გეჩო. და ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა Bilbaosში, სულ 3 ძირითადი რაღაცა არის ხოლმე დატანილი ღია ბარათებზე Bilbaosში. ნუ მოგეხსენებათ, ერთ-ერთია გუგენჰეიმი, პუპი და ეს ხიდი. ხიდი, რომელიც აერთებს ორ უბანს, როგორც ვთქვი, პორტუგალეტოს და გეჩოს. ხიდი არის ბორანივით, აი ზედ დგება მანქანები, შედის ხალხიც, ხოლო ზევით არის გადასახედი, საიდანაც მშვენიერი ხედია ოკეანეზე. მე-10 საუკუნემდე ბასკეთის ქვეყანა და პროვინცია ნავარო ერთიან სამეფოს ქმნიდნენ, რომელსაც ნავაროს სამეფო ეწოდებოდა. მოგვიანებით ნავაროს სამეფო მიიერთა საფრანგეთის და ესპანეთის სამეფო. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მე-19 საუკუნემდე გარკვეულ პრივილეგიებსა და ავტონომიებს ფლობდნენ საფრანგეთის და ესპანეთის სამეფო. Bilbaos ცენტრი გავხდით სცენის მომსწრე, როგორ ეჭხუბება პოლიცია, ეჭხუბება ხმამაღალი ნათქვამია, ბავშვებს უკრძალავს ქალაქის ცენტრალურ სკვერში შადრევანში ბანაობას. მაგრამ მე მგონი ბავშვები მაინც გაკერავენ, ისეთი პირი უჩანს. ბავშვებმა თავისი გაიტანეს, პოლიციელებმა გაითვალისწინეს საშინელი სიცხე და ბავშვები Ice Challenge-ს უბერავენ.
გენერალ ფრანკოს დიქტატურის დროს ბასკები ვერ იყვნენ კარგ დღეში. მან არაპატია ბასკებს სამოქალაქო ომის ეპიზოდები მათი დამოუკიდებლობის გამოცხადება და ყველანაირად შეზღუდა ისინი. საერთოდ აიკრძალა მათი სიმბოლიკის გამოყენება და მიუხედავად ამისა მაინც არ წყდებოდა ბასკებში მოძრაობა. სწორედ ამ პერიოდში უნივერსიტეტში ლინგვისტი ტოვარა და მისი მეგობარი დისიდენტი მიჩელინამ შექმნეს ბასკური ენის სახელმძღვანელო. აი მიუხედავად ამ რთული პერიოდისა, იგივე პერიოდს ემთხვევა ზუსტად ცნობილი, უпростоრად ავადსახსენებელი ეტას მოღვაწეობაც, მაგრამ ისინი იძულებულები გახდნენ მიემართათ ტერორისტული მოქმედებისთვის. მათში პოპულარული იყო ტროცკისტული იდეები. ეს არ იყო სუფთა მარქსისტული ორგანიზაცია, მაინც უფრო ტერორისტული გადახრა ჰქონდათ. გაგიკვირდება და დღესაც ნახავთ ბასკეთში მოხუცებს, რომლებიც ფრანკოს დადებითად ახასიათებენ და მოიხსენიებენ. თუმცა ჩვენ რაღა გაგვაკვირვებს საქართველოში სტალინი ყავს მსგავსი ფენომენი. პრინციპში არც არის გასაკვირი, რამე თუ ძალიან პატარა ნაწილი, ეგრეთ წოდებული კარლისტები გენერალ ფრანკოს მხარეს იბრძოდნენ. რაც შეეხება დღევანდელ სტატუს ბასკეთის, როგორც ვიცით, მათ აქვთ სრული ავტონომია. მაგრამ ეს ყველაფერი ვიცით, რა წვალების ფასად მოიპოვეს მათ. საბოლოოდ გაფორმდა ეს ამბები 1978 წელს მეფე ხუან კარლოს პირველის დროს. სწორედ მან მიანიჭა მათ ოღონდ თავიდან დროებითი ავტონომია, ხოლო 1 წლის შემდეგ უკვე სრული ავტონომია. შემდეგ იყო მცდელობები გაფართოების, მაგრამ უნაყოფო 1992 წელს მემარცხენე ნაციონალისტურმა პარტიამ შემოიტანა იდეა ნავარის პროვინციის მიერთებაზე ბასკეთის ქვეყანაზე, მაგრამ საბოლოოდ ეს იდეა დარჩა და რეალიზება ვერ განხორციელდა. აღსანიშნავია 2014 წლის მოვლენები, როდესაც უნგრეთში დაშალეს დემონსტრაცია ტრანსილვანიელი უნგრელების, რომლებიც ავტონომიას მოითხოვდნენ, ბასკეთმა სერიოზული სოლიდარობა გამოუცხადა მათ. აღსანიშნავია სამხრეთ ამერიკაში ბასკეთის სათვისტომოების შესახებ. არგენტინაში 4,5 მილიონი ცხოვრობენ, ბრაზილიაში 2,5 მილიონი, კუბაში 1,5 მილიონი და სულ დაახლოებით 14 მილიონი ბასკი შემორჩა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სინდისის ქეჯნა თუ დანაშაულის გრძნობა რეკონკისტადას შემდეგ მათ შემორჩათ და ამას გამოხატავენ უბრალოდ იმ ფორმით, რომ სამხრეთ ამერიკიდან ჩამოდინებულ ტოლვილებს ბევრად მეტი შეღავათები აქვთ სხვა ტოლვილებთან შედარებით. მოკმელს სეზონის გადაღებები გახსოვს ბათუმში რო სიცარიელე გინდოდათ. სიესტა რო იცოდნენ ქართველებმა გაგიოლდებოდათ ბევრად იქ მუშაობა. ხედავთ ალბათ შუადღის ბილბაო კაციშვილი არ არის ქუჩაში. სიესტა მათთვის არის წმინდა ამბავი. გარდა ჩვეულებრივი სიესტისა მათ აქვს კიდევ დილის 9 საათიანი, რომელსაც ეძახიან მეფისას. მეფემ აჩუქათ ეს 9 საათი ლანჩი.
მინდა 2 ივნისის მოძრაობას გამოვეხმაურო და სოლიდარობა გამოუცხადო ბასკეთიდან. აი აქ ხედავთ თქვენ მარიხუანა grow shop. ანუ რასაც ჩვენ მოვითხოვთ და ვესწრაფვით. ბასკები არც ჩვენზე ნაკლებად მორწმუნეები არიან, არც ჩვენზე ნაკლებად ტრადიციის მოყვარულები, არც ჩვენზე ნაკლებად არის განვითარებული ღვინის კულტურა, მაგრამ მიხვდნენ იმ ამბავს, რომ მარიხუანა მავნებელი არ არის და აქ არის დეკრიმინალიზებული. ანუ რომ განვასხვაოთ ლეგალიზაციისგან კიდე ერთხელ დეკრიმინალიზაცია ნიშნავს იმას, რომ მისი მცირე რაოდენობით ფლობა ან მოყვანა დანაშაულად არ ითვლება. ოჯახის წევრზე შეუძლიათ რომ გაზარდონ ოჯახის წევრმა თითონ 2 ბუჩქი. გარდა ამისა, მინდა გამოვეხმაურო, ხშირად მსმენია მოწინააღმდეგეების მოსაზრება, რომ ეს შეუწყობს მის გავრცელებას. ამ დროს ბასკეთის მაგალითზე შემიძლია მოგიყვეთ ისეთი რამე, რომ ქუჩაში, სადაც ნარკოტიკები იყიდება, უბრალოდ ვერ იყიდით, იმიტომ რომ ყველას თავისი აქვს. რომ მოინდომოთ და იკითხოთ, იქ არ არის. მიგითითებენ, რომ აი ყველა თავისთვის დის, ვისაც სურს ეწევა და ამით არავის არ ეშლება ხელი. საბოლოოდ მთელი ბასკეთის ისტორია არის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა თუ დამოუკიდებლობის შენარჩუნების ისტორია. დაწყებული ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნედან, როდესაც რომის პროვინციად ითვლებოდა, მაინც ავტონომია ჰქონდათ, იმიტომ რომ ძნელად მისადგომი იყო და ვერ იმორჩილებდნენ რომაელები. ოდნავ მოგვიანებით ვესტგოტების და არაბების ბატონობის დროს პირინეის ნახევარკუნძულზე მაგ პერიოდში ზუსტად იგივეს ახერხებდნენ, რაღაცნაირად ჰქონდათ ავტონომია. არაბი გეოგრაფი ალ-იაკუბი იხსენებს თავის შრომებში, რომ ვერაფრით ვერ მოდრიკეს ეს ხალხი. მე-11-მე-15 საუკუნეებში ნავარის და კასტილიის ბატონობის ქვეშ იყვნენ, მაგრამ მაშინაც ინარჩუნებდნენ გარკვეულ ავტონომიას. მე-16 საუკუნეში შეუერთდნენ უკვე თავიანთი ნებით ესპანეთის სამეფოს, მაგრამ ამ დროსაც იცით, რომ ყველანაირად ახერხებდნენ დამოუკიდებლობას. ყოველ შემთხვევაში შენარჩუნებას რაღაც პრივილეგიების. მაგრამ 1866 წელს, როდესაც უკვე საბოლოოდ დამარცხდა კარლისტების მოძრაობა, ასე ეწოდა მაშინ კასტილიზაცია. მაშინ დაიწყო უფლებების ჩამორთმევა ბასკებისთვის. საბოლოო პასუხები ჯერ კიდევ გასაცემი აქვთ ლინგვისტებს. ბოლო-ბოლო ადამიანმა არ იცის ბასკური ენის წარმოშობა და წარმომავლობა. ერთადერთი რაც ითქვა ზუსტად, რომ ეს არის ერთადერთი შემორჩენილი რელიქტური ენა სამხრეთ-დასავლეთ ევროპის, ეს არის იზოლირებულ ენათა ჯგუფი და სხვათა შორის იყოფა რამდენიმე დიალექტად და ხოლო საბოლოოდ მისი უნიფიცირება, ასე ვთქვათ, ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბება დასრულდა 60-იან წლებში და ამაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით ენათმეცნიერებს ალექსანდრო ტოვარას და კოლდო მიჩელინას. მე-16 საუკუნეში ესპანეთის გაძლიერებასთან ერთად ბასკები ფორმალურად შეუერთდნენ ესპანეთის სამეფოს, თუმცა ნაწილობრივ მაინც ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას, ეს კარგად ჩანს იმ დროინდელ გაცემულ დოკუმენტებსა და სიგელებში, იმიტომ რომ ფაქტიურად ვერ დაუკარგავდნენ ბასკებს წვლილს. ესპანეთის ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში მათ უდიდესი როლი მიუძღვით. დაწყებული იქნა, რომ მეტალურგია და გემთმშენებლობა ძალიან მაგრად იყო განვითარებული ამ მხარეში.
ამერიკის აღმოჩენის შემდეგ მათ დაალაგეს სავაჭრო ურთიერთობები საფრანგეთთან, იტალიასთან. და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ამ დროისთვის ესპანეთის ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბდა და ამ წვლილს არ უკარგავდნენ, ან სჭირდებოდათ მეფეებს და მაგიტომ უგორებდნენ და ვითომ დამოუკიდებლობას უტოვებდნენ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის მეორე ნაწილში ვიმოგზაურებთ რეაქტიულად. შევეცდებით ყოველ შემთხვევაში და დაგვეხმარება ბატონი კოტე ყუბანეიშვილი ამაში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუმსში, ეს არის რეაქტიული კლუბის, ასე ვთქვათ, რეინკარნაცია უკვე 21 საუკუნეში. მაყურებელს ორი სიტყვით მოუყვეთ, რომ ეს იყო მოძრაობა, რომელიც 90-იანებში დაიწყო ჩვენ და ირაკლიმ და ნუ გაცევანად ვიღაცებმა მახსოვს ეს პერიოდი, პირველი ბროშურაც მახსოვს, ფასი ერთი კემელი და მიხარია რომ ეს ყველაფერი გრძელდება დღეს რუმსში. აი გრძელდება დღეს, აი რაც გამყოფებს აქტიურად, დედას გიტნობს ფაქტიურად. ასეთი არის ეს რეალობა, ძნელია, შიგნით შესრიალობა. აი მე რექვევით პარაჯანოვი, ვიღარ იყო, არის ხემფრი ბოგარტი, მამაჩემი, ისინი, მაგრამ საბოლოოდ ქაჯობამ გვაჯობა. მაგას აქ ლეონარდო რაღაცები, how to think like Einstein, public speaking და რა ვიცი, ნუ მოგზაურობა რა ლიტერატურული მოგზაურობა. მის ვაგრძელებ გაზეთში მაგალითად სვეტური, აი გუშინდელი გაზეთია ვიკენდი, რომელიც დახურეს ჯერ, მაგრამ მე მართლა ეხა სხვანაირი სხვა გაზეთი აქ ნორმალური არ წაიკითხება რა, ეს არც ასავალ-დასავალია და არც ის არის რა ქვია. და აი ამაში მაქვს სვეტი და დავარქვი სვეტური პოეზია და უკვე 4 წელიწადია, 3 წელიწადი ყოველ პარასკევს გამოდის. აი მაგალითად გუშინდელი, ესეც მოგზაურობაა, მაგალითად იმაში. აი ნახე მაგალითად რა ვწერო. დრო გადის გაუხარებლად, ხერხია უადვილესი, რომ ცხოვრობ დაუხმარებლად, შეუწუხებლად ვინმესი, თავს დანტეალე გიერად, არ ვზნობდა ეს არც მატირებს, გაზეთში სამაგიეროდ, ხშირად ვაგვეყნებ სატირებს, ენითაც ჩემით ქუჩა ვარ, სულგმულობ მისი დინებით, ტელევიზორშიც თუ ჩანვარ, პირს რო ვიმყრალებ გინებით, ლეგს დავწერ ჯანიც გავარდეს, გადავიქცევი საყვირად, ხუმრობად ვაქცევ სადარდელს და გულის ტკივილს შაყიდად. მე აბზორს ვაკეთებ, ისა. მოაზროვნე კაცები იყვნენ, თუმცა ნაცები, მერე ბევრი ოცნებით, შეიცვალენ ქოცებით, თუ მზდრომ ხალხი შეცხრილა, მდიდრებს ფული ეძლევათ, არაფერი შეცვლილა, ღარიბებსაც ენძრევათ, მე ასი და სხვას ერთი პრინციპია ასით. არც არავისთი მყოფილ ვარ და არ გახლავართ სტილისტი, ციხეში ცხომნამყოფი ვარ და ვერ გამხადეს შიშისტი, ვერბალურობის ტოპი ვარ, ენად ვარ აჟღერებული, სულ რაღაც 4 სტროფი ვარ თქვენ ყურში გაჟღერებული. რეაქტიული პრინციპი. დღეს რომ აზრი იქონიო, ტვინი უნდა აასტრაფო, უნდა გაასტრიქონიო, მერე უნდა გაასტროფო და გადმოსცე ისეთ ლექსად, ვერ გაგექცეს ყური ვერსად. თუმცა ცხოვრებლად ცუდია და ცივი როგორც საკანი, თები არწივთა ბუდია და ღირსეულთა აკვანი, ზაფხულშიც რომ ზამდარია, თუმცა სულის გამათფობელი, მხოლოდ მზეა და მთვარია, კავკასიელის მშობელი. წავიდა კავკასია. დაკავებულებს რუტინით, გარშემორტყმულებს ზომბებით, ჩვენ გვაშინებენ პუტინით და ატომური ბომბებით, კიევის კიევი, ვარშავა, ოდესაც რახანი იუგია და ხალხმა რა დააშავა, ვერავის ვერ გაუგია, ვერავინ ხვდება რა ხდება, ვერ უნახია წამალი, უკვე ბრძოლები ჩაღდება, თანაც მსხვერპლია მრავალი, დაძაბულობაც იზრდება, ევროკავშირიც ვერ იცლის, ის რაშიც გადაიზრდება ზუსტად არავინ არ იცის, ამას ბაზარი არ უნდა, რაც გვარგებს მუქთი ხმაური, რომ დღეს გვჭირდება ალუდა, სწორედაც ქეთელაური.
აი მამაჩემის ის არის დახატული ალუ და კეთელაური, აი. და ეს აი. ხედავ, მაგრამ თვითონ სამზარეულოს კარადაა და ციგნებს რა უნდა სამზარეულოს კარადაში, როგორც გონებისთვის საზრდო. ლიტერატურა არის სამზარეულო და სულიერი საკვებია ციგნები და გაზდის ზოგიერთ თავისი ვადა აქვს ყველაფერს, და აი როგორც მაწონს აქვს, ოღონდ ციგს აქვს 50 წელი ვადა, ზოგიერთი აი მაგალითად 2000 წლიანებიც საუკუნეში რაც იყო მოდაში, ის აღარ არის, თქვათ, მაგალითად რომანტიზმი ჩაანაცვლა ნატურალიზმმა რა თქმა უნდა ყველაფრის პასუხია და ამიტომ ეს ისტორიულად ეს ეპოქები თუ არ აღადგინე ცარიელი ტექსტებით ამოვარდნილი კონტექსტიდან ტექსტებით ეს ტექსტები გეხმარება იმისთვის რომ ისტორია აღადგინო და ისტორიაში იმოგზაურო ამ იმაში გარშემო შენ შეგიძლია შინაგანად იმოგზაურო ადამიანის სულში და ვთქვათ წამოყვე მაგალითად როგორი იყო ნრავები როგორი იყო აი ვთქვათ ესე როგორ განვითარდა რომანი როგორ დაიბადა საით წამოვიდა დეტექტიურმა იმან როგორ მიაღწია შეგიძლია იქ იმით დაინტერესდე ნებისმიერი ეპოქით როგორი ურთიერთსაწინააღმდეგო აი აქ მაგალითად სამზარეულოში მიდევს აი აქ ლეონარდოა რომელიც სახში მედო ყუთში ჩადებული ამოვიღე და გადავშალე და აქ ზევით ოლდოს ჰაქსლის ხედავ კიდე და აქ კიდე ხიროსიგია ნახე როგორი ხიროსიგია ნახე როგორი გამოცემა აბსოლუტურად განსხვავებული ლეონარდო აი ნახე როგორი ხიროსიგია ნახე აი იშვიათი გამოცემა, რომელიც უნდა დაათვალიეროს ვიღაცამ, სახში კი არ უნდა იდოს და რაღაცა. აი აქ შეიძლება რომ თქვათ მაგალითად ვილაპარაკო, რომ თქვათ მაგალითად ლეონარდოსთან ესე იყო, რომ ფიგურა უნდა იდგეს. აი ესე იზომება 7-ჯერ, უნდა ჩამოდი პროპორცია, ოქროს კვეთა, თქვათ აბსოლუტურად საწინააღმდეგო პრინციპია ხიროსიგე და ჰოკუსაი. და იმპრესიონიზმი დაიბადა, როდესაც იაპონური აი ეს იმ წიგნიდან იაპონური გრავიურები რომ პოლ კლოდელმა და იმმა ვიღაცებმა ნუ პირველად ჩამოაღწია ევროპაში. აი ამ წიგნში არის მთელი მე-20 საუკუნე. მიყვებოდით დაწყება. აბა, ნუ აი შეგიძლია რა იყო პირდაპირ ყოველგვარი ხელოვნება ცოდნეობის და იმისი და რაღაცა ჭკვიანური ლაპარაკების გარეშე. წამოყვე და ეპოქა აღადგინო და გააცოცხლო და იმოგზაურო. ეხლა რომ ჩახვიდე იქ რომ სამოგზაუროდ თუნდაც გადაგიხადოს ვიღაცამ რამდენი ხანი რომელ სასტუმროში გაჩერდები მე სანამ იქ და მე ჩავედი ესე ლონდონში და მინდოდა სტოუნჰენჯის ნახვა და აი მოვითხოვე და აღმოჩნდა რომ თურმე დაუკეტია და ის სტოუნჰენჯზე წინასწარ უნდა ჩაეღიო ერთი თვე ვიყავი ლონდონში და ვერ წავედი იმ სტოუნჰენჯზე იმიტომ რომ 300 ფუნტი უნდა იქ უნდა ჩაეწერო იქ ღამით რჩები გტოვებენ ერთი ღამე უნდა იქ გაჩერდე და რაღაც თავისი მთელი ისა სვამენ სისტემაში და გინდა კიდე ახალ სისტემაში ჩაჯდომა. და რომ წახვიდე იქსა და აი აქ შეგიძლია წიგნით 1001 ადგილი რაც უნდა ნახო სანამ მოკვდები. 1001 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ მოკვდები. 1001 ამბავი უნდა ყველაფერი მაღიზიანებს ეგ 1000 უნდა ნახო წიგნი. ეს ახალი ეხლა მოდა მაგრამ ესმის რა არის. მე ვარ თვითონ მე გადამარჩინა თუ ამას გადარჩინა ქვია რაც მე დამემართა არის წიგნის სიყვარული ხო და წიგნი არის შესაძლებლობა მარტო თქვენ არა ბევრია მეუბნებიან რომ რატო კომპიუტერით არ და ნუ აი ვერ დავიდებ იმაში და ესე ვერ გადავიდა ვერ ჩავიწვენ ლოგინში და ვერ მოვეფერები და ვერ ჩემი მოგზაურობაც ასე დაიწყო თავიდან წიგნები ხო და რაღაცა უნდა გიყვარდეს და ეს იმიტომ მიყვარს რა თქმა უნდა რომ მართლა ქაღალდი და ის კი არ მიყვარს აი აქ შიგნით ჩადებული აი ეს შესაძლებლობა და ეს ამბები რომ ეს ადამიანის კარგი მხარე ადამიანის ადამიანს აქვს მილიონი
ცუდი მხარეც, რომელიც ძალიან არ მოცავს და ძალიან ვებრძვი და ასე მარტივად რო გავყოთ, ნათელი მხარე არის ის თუ წაიკითხა და ბნელი მხარე ის არის, რომელიც არ წაუკითხავს. რა თქმა უნდა და ამიტომ ვიძახი რომ ამ თეორიასაც აქვს არსებობის უფლება. რა თქმა უნდა. მე ადრეც მithქვია რომ ეს ჩემი გადაცემა თავიდან რატო საიდან დაიბადა, ისევ წიგნებიდან, ბავშვობიდან კითხულობდი და აი შემაყვარა იგივე აი მაგალითად ნახე რომ გადავხედოთ ზოდიაქს, ან ვიმკითხავთ კარტებით, დროა რომ მოვჩეთ ბოდიას, დავკავდეთ კოორდინატებით, ან ჩვენ პლანეტებს რა ქვიათ, რადგან სიმართლე ჩვენ გულს თვლით, ხომ უნდა გამოვარკვიოთ, რომელ სამკუთხედს ვეკუთვნით, ან მომავალში რა გველის, როგორც მოგვიწევს ცხოვრება, სახში მიტანა სარგებლის თუ სრული გამათხოვრება, წინ ჯერ ბევრი გამოცდებია ბნელის ნათელთან შესთავსებისას, შთამომავლებიც გაოცდებიან ამ ყველაფერის შეფასებისას. ბონი ძველი დრო ბრუნდება, ვეღარ ვიცილებთ ამ მიკრობს ქვეყანა გადაბრუნდება ისევ რუსეთი დაგვიპყრობს როგორც ხევსურეთს ქისტები ხალხს რომ საქონელს ახევენ შემოვლენ კომუნისტები ქვეყანას გაგვიბახებენ ბოლო 12 ქვეყანაში სადაც ვიმოგზაურე მხოლოდ 2-ში იყო აკრძალული ბალახი მაგ საკითხზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია და მოდი ამ თემას შევეხოთ ეს ქვეყნები იყო ბატონო, ნუ რაღაცა, ნუ დაბალი განვითარების ქვეყნებია, სადაც არის ეს რაღაცა ამაზე რეპრესიებია. ხო, ან რაღაცა ორთოდოქსული ქვეყნები, სადაც რელიგია ფუნდამენტალისტური და იქ ტურისტებს ურჩევენ, აი როგორც ახლა გერმანელები რომ არ წახვიდეთ, იმიტომ რომ იქ ჯიან და აქ რო ჩამოდის ახლა ნორმალური ხალხი პირველი მაგას კითხულობს ახლა. ყველა შტატში უკვე დართეს და ობოლას თუ ებოლას შებოლა ხო და ხო ეგ ახალი ინფორმაცია ებოლასაც ნუ ებოლა და ებოლა მაც რა ხო ნუ იცი რა არის მე ისრაელში ეს იმის ამომაჭერეს მთელი ეს კილოები და რაღაცეები ეგონათ და კანცერომა და მე ვთხარი რომ იცით მე ვთხარი აი ყველაფერს დავანებოთ ავი აი ეს მაინც მე ვთხარი შეიძლება უნდა რას ლაპარაკობ ეკო ყველაზე კარგი იმის წამალია ტკივილის გამაყუჩებელია პირდაპირ ისეთმა ექიმმა მითხრა ნუ რა ვიცი რა იმას არ შეიძლება რა განაპირობებს თქვენი აზრით რომ ვერ მივედით აქამდე მაგიმამდე ნუ ეს მენტალიტეტია დედებს ბავშვები მე რაღაცა ვიღაცეები ფსევდო რაღაცა მეცნიერები ნარკო მე დიდი რაღაცა ის არის ფულია ეთყობა შემოსავალია იმიდან შტრაფებიდან და რაღაცეებიდან არ ვიცი რა სტატისტიკაც ალბათ რომ გახსნილ დანაშაულს ეძახიან მავანის შარდში ნაპოვნ 2 კვირის წინ მოსაწევს ხო და რაღაც ისულელეები ხდება და ამით სარგებლობენ რა დაბალი განვითარების დონეა რა ისევ აი უწიგნურობა და გაუნათლებლობა მეტი არა სამზარეულო უნდა მაგამბავსაც ადამიანები უნდა განვითარდნენ ხო იმიტომ რომ ნუ ეს არის რა ვიცი ნუ იგივე კითხვისთვის და მუსიკის მოსმენისთვის და ხელოვნების კეთებისთვის მაგათი ლიტერატურული ბოჰემის აუცილებელი ატრიბუტია რა. მოსაწევი სადაც არ არის და ის სადაც არ არის თქვა სადაც სიკრძალება იქ არ დადის ნორმალური ხალხი. მთელი ქვეყნები ამას მიხვდნენ და ჩვენ როდემდე და რა გვეშვება. ნუ ჩვენ როდემდე ხო ხედავ რა დღეშიც ვართ და რა სიტუაციაც არის რა. აი ნახე ისევ და ისევ ლექსი. უცქერ ქაჯობას თვალებით, უსმენ ყლეობას ყურებით. ამიტომ ცხოვრობ წვალები და თავის განადგურებით. ხედავ ხელიდან მეცლება იღბალი ძალა გამოცდილს და შანსი აღარ მეძლევა მდგომარეობის გამოცვლის. კაცი თუ შრომობს არ იწყენს, რადგან საგნები ძველდება და ერთს თუ მორჩა სხვას იწყებს შრომის პროცესიც გრძელდება და მეც რა გითხრათ შემდეგი, რაც სისულელი არ არის, რომ არ ითვლება შედეგი, პროცესი არის მთავარი. რაიგედა საკუთარი ვნებების გამოვერბალურება წესების და მცნებების უცხო კუთხით ყურება რომ მიიღო სხვა ჯიში და მოდრიკო ბუნება საჭიროა ვარჯიში ენის ამობრუნება მოხვედრილიც მორცხვებში და მასაში მძორების ჩართული ვარ პროცესში სიტყვის გამოსწორების რა ვიცი მეტი რა გითხრათ და რაზე ვილაპარაკო
თუ ცოტა დამრჩა სავალი, უცოდინარი დავრჩი მე და უკვდავების წამალი, ვერაფრით აღმოვაჩინე, გზაზე დამიხვდნენ მხეცები, განძრევა ვეღარ შევძელი, თუმცა სადღა აღარ ვეძებე, თუმცა სადღა აღარ შევძვერი, ფეხები დავიიარე, ეკლებს ხელები შევახე, თუმცა სადღა აღარ ვიარე, მაგრამ ვეღარსად ვერ ვნახე, შევხედე ღამეც დგებოდა, სანამ თავს გავიმხეცებდი, თურმე ის არ არსებობდა, მე კი ამაოდ ვეძებდი. ამ ნოტზე დამემშვიდობოთ ტელემაყურებელს, ბატონ კოტეს დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, მაყურებელსაც დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.